სიმთვრალის, შემთხვევის, ადგილის მიტოვებისა და მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობები მფლობელებს დროზე ადრე დაუბრუნდებათ. პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ამნისტიას ითვალისწინებს. ამნისტია გავრცელდება ყველა იმ პირზე, რომელმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა. 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩამორთმეული მართვის მოწმობების ამნისტია მოხდება ეტაპობრივად 2026 წლის 1 იანვრიდან 1 თებერვლიდან და ასე შემდეგ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ჩამორთმეული მართვის მოწმობები და განულებული ქულები მფლობელებს 1 იანვრიდან აღუდგებათ. ნასვამ მდგომარეობაში მართვაზე კი მოწმობების აღდგენა 1 იანვრიდან დაიწყება და 1 თებერვლამდე ყველა ჩამორთმეული მოწმობა აღდგება. გამონაკლისია მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რა შემთხვევაშიც პირმა ცნობა უნდა წარადგინოს, რომ ნარკოტიკს აღარ მოიხმარს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრების გაუქმების საკითხთა განსახილველი მუდმივი მოქმედი კომისია, სადაც იქნება მისატანი დინამიური დასკვნები, და დადასტურდება, რომ პირი აღარ არის ნარკომომხმარებელი და ამ შემთხვევაში აღუდგება მართვის მოწმობა. მეტად მკაცრი მიდგომა იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ თვალსაზრისით, ასე რომ ჰუმანურ აქტთან ერთად ბუნებრივია მეტი დაფიქრება და გააზრება მოუწევს ჩვენ საზოგადოებას, როდესაც საჭის მიუჯდებიან. ცვლილებებს მხარი დაუჭირა ოპოზიციამაც. ჰუმანურ მიდგომებთან ერთად მიესალმებიან სამართალდამრღვევი პირების მიმართ შემდგომში მიდგომების გამკაცრებასაც, რასაც საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს. ნარკოტიკული თხრობის ან სიმთვრალეში მყოფი ადამიანების მიმართ მართვის მოწმობების, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული დათქმებით წინასწარ აღება ვერ მოხდება და ბუნებრივია მოქალაქეებს მოუწევთ უფრო მეტად ყურადღებით იყვნენ. თავარია აღსრულების ნაწილში არ იყოს პრობლემა. ადამიანებმა საჭირო უნდა მართონ ნასვამ მდგომარეობაში. ეს არის მოცემულობა, რაც არაერთხელ თქვი და არაერთხელ აღნიშნეთ, იმიტომ რომ სტატისტიკა არის ძალიან კრიტიკული. მართვის მოწმობებზე ერთჯერადი ამნისტია დაახლოებით 35,000-მდე მძღოლს შეეხება. მათ მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული სახდელი მართვის მოწმობის ჩამორთმევა ეპატიებათ. ძალაში დარჩება ფულადი ჯარიმა და სხვა სანქციები. ამასთან კანონში შეტანილი ცვლილებებით გაუქმდება მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა და თუ კი პირს მოწმობას 1 წლით ჩამოართმევენ, ამ ვადის მოხდა სრულად მოუწევს. პირები, ვისაც აღუდგებათ მართვის მოწმობა, ესენი არ ითვლებიან ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებულ პირებად, ისინი კიდევ თუ ჩაიდენებს გავსქმედებას, ისინი ისე დაიჯებიან, როგორც თქვა, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ანუ აქ კაცრი პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს და მეორეს მხრივ. თუ კი ეს პირები გავსქმედებას განმეორებით ჩაიდენენ, მათ მოუწევთ უკვე ბოლომდე იმ სახდელის მოხდა, რასაც დააკისრებს მას შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო. ამნისტიის ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს მძღოლებისთვის საახალწლო საჩუქარია. პრემიერს იმედი აქვს, რომ ისინი ამ შანსს სწორად გამოიყენებენ და მსგავს სამართალდარღვევებს ხელმეორედ აღარ ჩაიდენენ. ეს არის ერთგვარი საახალწლო საჩუქარი 30,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქისთვის, რომელსაც ჰქონდა შეჩერებული მართვის მოწმობა. აქვე მე მინდა ვთხოვო და მოუწოდო ყველა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მოეგიდონ ავტომობილის მართვას და ყველაზე მთავარი პრობლემა ეს არის ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. და ამას უნდა მოერიდოს ყველა და ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება თითოეული თანამოქალაქის მიმართ. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი უკვე 3 მოსმენით დაუჭირა. დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.